მოგესალმებით ტრიალეთის სტუდიიდან, მე ვარ ჟურნალისტი ლელა ლობჟანიძე. დღეს ძალიან მნიშვნელოვან თემებზე უნდა ვისაუბროთ, იმაზე რაც ყველა ჩვენთაგანს ეხება, თავისუფლებაზე, მედიაზე და იმ ზეწოლაზე, რაც ბოლო დროს განსაკუთრებით შესამჩნევი გახდა. ვხედავთ, როგორც ცდილობენ დააშინონ ჟურნალისტები, როგორც ზღუდავენ არასამთავრობო ორგანიზაციებს. ახალ-ახალი კანონები და ინიციატივები ჩნდება, რომ თავისუფალი სიტყვა უფრო კონტროლირებადი გახადონ. ვხედავთ ინკასოებს, რომლებიც სერიოზულ ფინანსურ წნეხს უქმნიან მედიას. მიუხედავად ამისა, მოქალაქეები არ ჩუმდებიან, უამრავი ადამიანი, განსაკუთრებით ახალგაზრდები, ისევ გამოდიან ქუჩაში და ამბობენ, რომ ჩვენ გვინდა თავისუფლება და თავისუფალი ქვეყანა. დღეს სწორედ ამაზე უნდა ვისაუბროთ, თუ რა ხდება რეალურად მედიასთან და სამოქალაქო სექტორთან დაკავშირებით. რა საფრთხეები არსებობს, სტუმრად გვყავს ადამიანი, ვინც ამას ძალიან ახლოდან ხედავს და თავადაც არის აქციის მონაწილე. მორეტა ბობოხიძე შემოგვიერთდება სტუდიაში. მოგესალმებით მორეტა, მადლობა გადაცემაში ჩართვისთვის. პირველ რიგში მინდა დავიწყო მედიაზე საუბრით, რამდენიმე დღის წინ ტელეკომპანია თრიალეთის ანგარიშებს ინკასო დაადო ხელისუფლებამ, ჩვენ ხედავთ, რომ ფინანსური ბერკეტით რაღაცა ეს ინკასოს სახით ცდილობენ გააჩუმონ თავისუფალი სიტყვა, რეალურად მათი მიზანი ეს არის და აქ ვიტყოდი, რომ ეს არ არის ალბათ ერთადერთი თრიალეთი, იმიტომ რომ სიგნალი უნდა იყოს ხო ყველასთვის, რომ ეს არის გაჩუმება თავისუფალი სიტყვის. მე მინდა გკითხოთ ზოგადად თქვენი შეხედულებით, რამდენად რა მდგომარეობაში არის დღეს მედია და ასევე მათ მნიშვნელობაზე თქვენი აზრი საინტერესოა, განსაკუთრებით რეგიონული მედიის და ისეთ რეგიონში, რომელშიც ჩვენ ვართ ხო შიდა ქართლში და იმ პირობებში, როდესაც დეზინფორმაცია, პროპაგანდა ასე აქტიურად არის და ვებრძვით ამას, სწორი სიტყვის გაჟღერება აი ამ რთულ პერიოდში რამდენად მნიშვნელოვანი არის და რას ემსახურება თქვენი აზრით თრიალეთის აი ეს ფინანსური წნეხის ქვეშ მოქცევა. მოგესალმებით ლელა, მადლობა მოწვევისთვის. რაც შეეხება ინფორმაციას, რომელიც ახლა თქვენ გააჟღერეთ თრიალეთის ტელევიზიაზე ინკასოს დადებასთან დაკავშირებით. ეს არის რა თქმა უნდა ცხადი, ძალიან ცხადი ბერკეტი იმისა, რომ ფინანსური წყარო გადაუკეტონ მედიებს, თავისუფალ მედიას გულისხმობთ, რა თქმა უნდა მათი ეგრეთ წოდებული ჯიბის მედიები ამ წნეხის ქვეშ სავარაუდოდ არასდროს მოექცევიან. ასევე ფინანსური წყაროს გადაკეტვის კიდევ ერთი საშუალება იყოს ზუსტად ეგრეთ წოდებული კანონი გამჭვირვალობის შესახებ თუ ფარა. რეალურად ის ემსახურება სწორედ ფინანსური წყაროს გადაკეტვას, ხო? იქნება ეს გრანტების კანონის შესახებ შესული ცვლილებები, რომლებიც პირდაპირ უკრძალავენ ფაქტობრივად ნებისმიერ გამჭვირვალე უცხოურ დონორს, იქნება ეს მათ შორის საელჩოები, გახსოვთ ხო, ბრიტანეთის საელჩოს, რომელიც არის აკრედიტებული დიპლომატიური ორგანიზაცია და რომელიც ჩამოსულია საქართველოში, სწორედ საქართველოს ხელისუფლებასთან ხელშეკრულების საფუძველზე, მაგრამ მათაც კი არ მისცეს ნება, რომ გაეცათ ფინანსური დახმარება იმ არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, რომლებიც აპირებდნენ არჩევნების მონიტორინგს. იგივე და უფრო მეტი შეზღუდვა მოდის, როგორც ჩანს მედია ორგანიზაციების მიმართ, რადგან განსაკუთრებით თქვენს რეგიონში, საზღვრისპირა რეგიონში, ხო, სადაც ძალიან ხშირია და ფაქტობრივად დეზინფორმაციას აქვს ხო მოცული და თქვენი ყავით და კიდე რამდენიმე მცირე ონლაინ მედია, რომელიც თავისუფალ სიტყვას აჟღერებდით, ამიტომ განსაკვირველია ეს მათთვის პრობლემაა და ცდილობენ ყველა ხერხით, განსაკუთრებით კი ფინანსური წყაროების გადაკეტვით ჩაახშონ ეს თავისუფალი ხმა. დიახ, აგერ ჩვენ გვყავს ფაქტი მზია ამაღლობელი და ვნახეთ არაერთი ნაცემი და დაშავებული ჟურნალისტი, ხო? სამწუხაროდ ბევრს გონია, რომ ეს არის მხოლოდ ერთი ამ კონკრეტულ შემთხვევას ვიტყვი, ეს არის მხოლოდ ჩვენი ტელეკომპანიის პრობლემა, რეალურად მაყურებელი რომ მოექცევა ინფორმაციულ ვაკუუმში, ძალიან სამწუხაროა, მაგრამ დღეს რატომღაც არ იღებენ ეს, რომ არის თქვათ ზოგადი პრობლემა და არაერთი ტელეკომპანიის, ხო? იმიტომ რომ არ გვექნება საშუალება ამოვიცნოთ დეზინფორმაციის პირობებში ნამდვილი ამბავი და რაღაცა სწორი ინფორმაცია მივიღოთ. ამაღლობელი ახსენეთ, აქედან დავიწყებ, იცით რომ დღეს მისი სასამართლო ეხლა ჩვენ რო საუბრობთ მიმდინარეობს ბათუმში, არც ერთი ტელევიზია და არც ერთი ონლაინ მედია ორგანიზაცია
არ არის შიგნით აღჭურვილი ტექნიკით, თორე ადამიანები შეუშვეს, რა თქმა უნდა, ჟურნალისტები შეუშვეს, მაგრამ ჩამოართვეს ტექნიკა, როგორც იცით, რამდენიმე დღის წინ იქნა ეს გადაწყვეტილება, უკანონო გადაწყვეტილება მიღებული, რომელიც პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ საქართველოში სრული დიქტატურაა უკვე დამყარებული, განსაკუთრებით სამართლებრივი კუთხით, ხო? ფაქტობრივად აკრძალეს ყველანაირი საშუალებით, თუნდაც მობილური ტელეფონითაც კი, ფოტო გადაღება. რას გვეუბნება ეს, აი ცოტა ამაზეც რო ვისაუბროთ, რომ არ სურს ხელისუფლებას და არ სურს უკანონო სასამართლო ხელისუფლებას დაგვანახოს რა ხდება სასამართლოში, როგორ იქცევა მოსამართლე, რომელიც წესით უნდა იყოს მიუკერძოებელი, დამოუკიდებელი და კეთილსინდისიერი ნებისმიერი ბრალდებულის მიმართ, ხო? არ სურთ სწორედ ამის ტირაჟირება, რომ ფართო საზოგადოებამ დაინახოს, რა ხდება სასამართლო დარბაზებში, რომ სრუმოწმეები, რომლებიც ადებენ ხელს ადამიანს, რომელიც არც კი იმყოფება იმ დღეს სასამართლო დარბაზში, ან ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ ვერ აიდენტიფიცირებენ ბრალდებულს, ან კადრები, რომელიც აბსოლუტურად ისეა შეკერილი, რომ შეუძლებელია ვინმეს იდენტიფიცირება, მაგრამ ბრალდებული მაინც საბოლოოდ პატიმრობისთვის არის განწირული, ხო? აი ამის ჩვენება რასაკვირველია საფრთხეს წარმოადგენს ხელისუფლებისთვის, რადგან ბევრ ადამიანს გაუჩნდება შეკითხვა, როგორ შეიძლება უდანაშაულო ადამიანი, რომლის იდენტიფიცირება ვერ ხერხდება და ბრალის დამტკიცება ვერ ხერხდება, მაინც გავუშვათ სასამართლოში, ხო? რადგან შემდეგ ეს აღძრავს შეკითხვას, მე რომ მოვხდე ბრალდებულის სკამზე, მეც იგივენაირად მომექცევიან. ამიტომ ამ ასე ვთქვათ სიმართლის დასამალად და იმის გასაჭრელებლად თუ როგორ თანამშრომლობს პროკურატურა, სასამართლო და აღმასრულებელი ხელისუფლება შეთანხმებით და როგორ კერავენ საქმეებს ინდივიდების წინააღმდეგ, როგორ ჩაგრავენ ადამიანებს, რომლებსაც წესით სახელმწიფო სტრუქტურები უნდა იცავდეს, აი ამის გაშუქების დიდი პრობლემა აქვს, როგორც ჩანს საქართველოს ხელისუფლებას და სწორედ ეს იყო ამ ფოტო და ვიდეო გადაღების აკრძალვის მიზანიც, ხო? რაც შეეხება იმ საკითხს, რომ მედიებს, განსაკუთრებით კი პატარა მედიებს და რეგიონებში ფუნქციონირებად მედიებს ექცევიან განსაკუთრებულად მკაცრად, რადგან მე მესმის ახლა ხო თქვენთვის ფაქტობრივად დიდ სირთულეს წარმოადგენს კომერციული საქმიანობა იმ პირობებში, როდესაც სარეკლამო ბაზარით შეზღუდული გაქვთ, ხო? ან იმ პირობებში როდესაც მოხდა დემონიზება არასამთავრობო ორგანიზაციების, მედია ორგანიზების და ადამიანებს უკვე შიშიც კი აქვთ, რომ აი ამ ტელევიზიაში ჩემი რეკლამა რო განვათავსო, მე არ მომადგნენ და მეც არ დამაჯარიმო, ხო? შესაბამისად, ამის დანახვა, ამ შიშის შეგრძნება, ვისაც აქვს, მე მათ ვთხოვდი, რომ გვერდით დაგიდგნენ, რადგან ეს შიში გახდება საბოლოოდ ტოტალური, ხო? მოიცავს ყველას და უკვე ვერავინ ვეღარ შეძლებს ინფორმაციის გადამოწმებას, ინფორმაციის სწორად მიღებას და საერთოდ საქმიანობასაც კი მინდა მოვუწოდო ყველა მედიას, იქნება ეს სამთავრობო მედია, ნეიტრალური მედია, მიუკერძოებელი მედია თუ ნებისმიერი საშუალება, რომელიც როგორც მაუწყებელი ისე ფუნქციონირებს, სოლიდარობა გამოგიცხადოთ, აუცილებლად სანამ ბოლომდე არ შემდგარა ჩვენთან დიქტატურა, მოსთხოვონ მთავრობას გაიწვიოს უკან ეს კანონი, აუცილებლად მივმართოთ ფინანსურ სახელმწიფო სტრუქტურებს, რომ მოიხსნას ეს ბერკეტები, შემზღუდავი ბერკეტები და გადაფასება მოხდეს იმ კანონების, რომელიც ბოლო 2 კვირაა სასწრაფო წესით მიიღო პარლამენტმა. დიახ, და აქვე ჩვენზე ვიტყვი, რომ ფაქტიურად გაჩერების ზღვარზე ვართ, იმიტომ რომ გამომდინარე იქიდან, რომ ანგარიშებს აქვს ინკასო, ვეღარ გადაიხდის ტელევიზია იმ გადასახადებს, რას მისი
ფუნქციონირებისთვის არის აუცილებელია და რამდენიმე დაგვრჩა ასე ვთქვათ მაუწყებლობისთვის თუ რამე არ შეიცვალა მოკლედ და მეც მიმართავ ხოლმე მაყურებელს ხშირად ვეუბნები რომ ყველას გეხებათ იმიტომ რომ როდესაც რამე პრობლემა აქვთ ვიდრე შესაბამის სამსახურს ურეკავენ ჩვენ გვირეკავენ დახმარებისთვის და ამ შემთხვევაში ბოდიში იმიტომ რომ ჩვენ ვეღარ მოვალთ თქვენთან და ვეღარ დაგეხმარებით იმიტომ რომ ჩვენ მას იჩუმემ ხელისუფლებას აი ეს ნაბიჯები გადაადგმევინა მორეტა არასამთავრობო ორგანიზაციებზეც მინდა გკითხო რა მდგომარეობა გვაქვს ახლა იმიტომ რომ ჩვენ ნახეთ რამდენიმე მათგანმა მუშაობა შეაჩერა განსაკუთრებით რეგიონებში დაახურეს ოფისები ისეთმა ორგანიზაციებმა რომლებიც არიან სწორედ სერვისის მიმწოდებლები და ყავდათ ძალიან ბევრი ბენეფიციარები თუნდაც იურიდიული მომსახურების მხრივ და ასე შემდეგ ძალიან ბევრი ბენეფიციარი დარჩა კონკრეტული სერვისების მიღმა ნამდვილად ასეა, თუმცა დედაქალაქში ცოტა სხვა სიტუაციაა, როგორც იცით, ეს არ არის ახალი ფაქტი, ხო, რომ დედაქალაქში არსებული არასამთავრობო ორგანიზაციები უფრო მომზადებულები შეხვდნენ, ასე ვთქვათ, ამ რეპრესიებს, რადგან თქვენს კარგად მოგეხსენებათ, რომ უკვე 2 წელია ამ რეჟიმში ვცხოვრობთ, როდესაც არალეგიტიმური ხელისუფლება ყოველდღე გვთავაზობს შემზღუდავ და ამკრძალავ კანონებს. შესაბამისად, იხილეთ ალბათ ხო იმ მსხვილი ორგანიზაციების განცხადება, რომლებმაც თქვენს რომ არაპირებენ უღალატონ თავიანთ ბენეფიციარებს და გაამჟღავნონ ის პერსონალური მონაცემები, რომლებიც წესით დაცულიც გვაქვს პერსონალურ მონაცემთა შესახებ კანონით და რომელიც ასევე დაცულია საქართველოს კონსტიტუციით. თუმცა ჩვენ ჩემი აზრით აქ არ გაჩერდება არალეგიტიმური ხელისუფლება და გამოიყენებს სხვადასხვა ხერხის შევიწროებას, როგორც არის შეიძლება პატიმრობა, როგორც არის უდიდესი ჯარიმები, რომლებიც რასაკვირველია არც ერთი ორგანიზაციის ანგარიშზე არ მოიპოვება, ხო? შესაბამისად, დიდი წნეხი გველის კიდევ წინ, თუმცა გარკვეული ტიპის მხარდაჭერას მოველით საერთაშორისო მეგობრებისგან, ასევე თქვენ იცით მეგობარი აქტის შესახებ, რომელიც ვერ კიდევ განხილვის პროცესშია და საბოლოო ეტაპამდე რამდენიმე კვირა გვაშორებს, შესაბამისად, იმედი მაქვს, რომ ის მხარდაჭერა, რომელიც ყოველთვის ჰქონდა სამოქალაქო საზოგადოებას და არასამთავრობო ორგანიზაციებს საერთაშორისო თანამეგობრობისგან აუცილებლად გამოგვადგება. თუმცა, თქვენ როგორც ახსენეთ, სამწუხაროდ რეგიონში არსებული პატარა ორგანიზაციები ვერ გადაურჩებიან დახურვის ალბათობას, ხომ? ამიტომ ჩემი აზრით, ბენეფიციარებმა უნდა შეძლონ მობილიზება, უნდა შეძლონ ინფორმაციის გავრცელება თავიანთ ოჯახებში, სამეზობლოში, იმ წრეში, სადაც ტრიალებენ და ღიად თქვან სერვისების შესახებ, რომლებიც მათ მიუღიათ არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით და ასევე მხარი დაგიჭირონ თქვენ ნებისმიერ საპროტესტო აქციაში იქნება ეს თუ განცხადებაში, რომ რამენაირად მოსახლეობამ, ვინც თქვათ არ იყო ამ სერვისის ბენეფიციარი, გაიგოს სიმართლე, რომ რეალურად ხელისუფლება მტერს კი არ ებრძვის, არამედ ებრძვის სამოქალაქო სექტორს, რომელიც ყოველთვის იყო ორიენტირებული ანგარიშვალდებული მთავრობის ჩამოყალიბებაზე, კორუფციული საქმეების გამოძიებაზე, საგამოძიებო ჟურნალისტიკა რომ ავიღოთ, ხო, წარმოიდგინეთ, რა დღეში ჩავარდა ეს სფერო, როცა ფაქტობრივად დაფინანსების წყარო გადაკეტილია და მთავრობა არასოდეს არ მისცემს თანხმობას დონორს გასცეს გრანტი იმისთვის, რომ ჟურნალისტებმა გამოიძიონ კორუფციული საქმეები, ხო? ამიტომ აქ მნიშვნელოვანია ყველა მოქალაქემ გაითავისოს თავისი როლი, ამხილოს ნებისმიერი უკანონო ქმედება არ შეშინდეს და დადგეს იმ არასამთავრობო ორგანიზაციების და მედია ორგანიზაციების გვერდით, რომლებიც ჯერ კიდევ ახერხებენ ბრძოლას.
დიახ და კიდევ ერთი საკითხი, ერთის მხრივ ჩვენ გვაქვს არჩევნები, რომელიც გასულ წელს ჩატარდა და რომელსაც არ აქვს საერთაშორისო აღიარება და მეორეს მხრივ თვითმმართველობის არჩევნები, რომლის თარიღიც ასე ურცხვად ჩანიშნეს და ელოდებიან აი ამას. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, შეიცვალა, ხო? არის შეზღუდვა დამკვირვებლების და საერთოდ პრაქტიკულად მათი ფუნქცია ნულია არჩევნებზე დაკვირვების. აი ამაზეც მინდა ორი სიტყვით თქვენი შეფასება, როგორ წარმოგიდგენიათ და საერთოდ ეს არჩევნები არ ვიცი ბრწყალებში ალბათ, მაგრამ ასევე ცვლილება ხო საარჩევნო კანონში და ეს იქნება ჩვეულებრივი დადგმული სპექტაკლი. ამას დიდი შეფასება არ ჭირდება, თუ ვინმე ადევნებს თვალყურს როგორი პოლიტიკური ცხოვრება მიმდინარეობს რუსეთში, სხვა ჩვენ მეზობელ ქვეყნებში, მიხვდებიან ალბათ, რომ იგივე განმეორდება ჩვენთან. რას გულისხმობ იმას, რომ გვაქვს ერთი კონკრეტული მმართველი არალეგიტიმური პარტია, მისი სატელიტი რამდენიმე ვითომ ოპოზიციური პარტია, დანარჩენი რეალური ოპოზიციური პარტიების ლიდერები უკვე საპატიმროებში ყავთ გამომწყვდეული, ასევე არის შეთანხმება, რომ არ მიიღონ მათ მონაწილეობა რეალურმა ოპოზიციურმა პარტიებმა თვითმმართველობის არჩევნებში შესაბამისად ამას არჩევნებს ვერც დავარქმევდი. მე არჩევნებს ვერ ვუწოდებ ამას. უპირველეს ყოვლისა, იმიტომ რომ თვითონ ის მთავრობა, რომელიც ამბობს ლეგიტიმურია, არ არის აღიარებული არც ქართველი ხალხის მიერ და არც საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ, ეს ერთი, მეორე ის რომ მათ უკვე კარგად დაგვანახეს რამდენად გამჭვირვალედ უნდათ ამ არჩევნების ჩატარება, თუნდაც იმ უარით, რომელიც ბრიტანეთის საელჩოს მისცეს დაფინანსებაზე გაცემისთვის, მათ არ მოიწვიეს ეუთოდი და არც ერთი საერთაშორისო არასამთავრობო იქნება თუ ორგანიზაცია დაკვირვებისთვის, რაც საკვირველია, არც ჩვენ დაგვარეგისტრირებენ დამკვირვებლებად, შესაბამისად ასეთ პირობებში არჩევნების ჩატარება ვერ იქნება არჩევნებად წოდებული. ეს არის ჩემი შეფასება. ძალიან მარტივად და რასაკვირველია, ისინი გაიმარჯვებენ, როდესაც არც კონკურენტი გყავს. ლიდერები ოპოზიციური პარტიის ციხეში გყავს გამომწყვდეული და არც არჩევნებზე დამკვირვებელი გყავს ვინმე რომ შეაფასოს შენი საქმიანობა, ბუნებრივია შენ გამოხვალ გამარჯვებული. ამიტომ წინასწარ შემიძლია მიგულოცო მათ თვითმმართველობის ეგრეთ წოდებულ არჩევნებში გამარჯვება, მაგრამ კიდევ ერთხელ ცხადად ვაფიქსირებ, რომ ამ პროცესს და მასკარადს ჩვენ ვერ ვუწოდებთ არჩევნებს. დიახ და შენ აქტიურად ხარ ჩართული აქციებზე და მოკლედ ძალიან აქტიურად იბრძვი მოკლედ აი ამ პროცესებში ვხედავთ ამას. რა იქნება თქვენი მთავარი სათქმელი საზოგადოებისთვის და კიდევ ერთხელ მინდა რეგიონული მედიის მნიშვნელობაზე აი ამ დეზინფორმაციის პირობებში ჩვენ ვიცით ხომ როგორი დიდი ნარატივი და დეზინფორმაცია ვრცელდება, მათ შორის რუსული დეზინფორმაცია აი ამ რეგიონში და რატომ არის მნიშვნელოვანი რეგიონული მედიის არსებობა და ზოგადად რა იქნება თქვენი სათქმელი საზოგადოებისთვის, რატომ გვეხება ეს ყველას? ყველას გვეხება აბსოლუტურად, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ამ დრაკონული კანონების და შეზღუდვების პირობებში ვერავინ ვერ მოახერხებს გახარებას, ვერავინ ვერ მოახერხებს ნორმალურად ცხოვრებას, ვერავინ ვერ მოახერხებს საზღვარგარეთ წასვლას. 2 წლის წინაც ვუთხარი ეს მედიებს, როდესაც პოსტივი განსაკუთრებით ჩასაფრებული იყო და აინტერესებდა რაზე შევიკრიბეთ არასამთავრობო ორგანიზაციები, მაშინაც თქვი რომ ვეღარავინ ვეღარ შეძლებს მიკროფონი თავისუფლად ეჭიროს ხელში და გააჟღეროს ის პრობლემები, რომლებიც მოსახლეობას აქვთ. ასევე დიდი საფრთხის წინაშე ვდგავართ, რომ უვიზო მიმოსვლა შეუწყდეს ქართველ ხალხს და ის სიკეთეები, რომლებიც მოგვიტანა უვიზო მიმოსვლამ, დავივიწყოთ საერთოდ, ანუ ემიგრანტი მშობლები, მეუღლეები, მეგობრები, რომლებიც ძალიან დიდი ხანია ცხოვრობენ საზღვარგარეთ და ქართველი ხალხი სარგებლობდა უვიზო მიმოსვლით და იაფი ფრენებით ქუთაისიდან განსაკუთრებით და ჩადიოდნენ თავიანთი მშობლების, შვილების და მეუღლეების სანახავად, ეს შეუძლებელი გახდება. ასევე
არ ვიცი, ჩემთვის წარმოუდგენელია, როგორ არ უნდა ესმოდეს ადამიანს, რომელიც სოფელშია, განსაკუთრებით სოფელში ცხოვრობს, რამხელა მნიშვნელობა აქვს მათთვის პატარა რეგიონულ მედიებს, ხო? მაგალითად, იქნება ეს წყლის პრობლემის გაჟღერება, შესაკეთებელი გზა, ნაგვისურნები, რომელიც არ დგას ძალიან ბევრ სოფელში, სკოლა, საბავშვო ბაღი, ტრანსპორტი, თუ ნებისმიერი ის პრობლემა, რაზეც პატარა მედიები, რეგიონული მედიები მუშაობდით, ხო? პატარა ამ სიტყვას ვიყენებ იმ გაგებით, რომ არც ერთი რეგიონული მედია დიდი სიმდიდრით და ეკონომიკური სიძლიერით არ გამოირჩევა, ხო? არც უძრავი ქონება, ხშირად ტელევიზიების ფლობაში და ფართები დაქირავებული გაქვთ და ასე შემდეგ, ხო? ამიტომ მე მოვუწოდებდი მოსახლეობას, განსაკუთრებით თქვენს რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობას, რომ კარგად დაფიქრდნენ, დაინახონ რეალური საფრთხე, ისიც კარგად იციან, რომ რუსი ძალიან ახლოს დგას და ძალიან იოლად შეიძლება, რომ უბრალოდ ჩვენც ერთ დღეს გავხდეთ რუსეთი, ამიტომ და რუსეთში ცხოვრება, არ ვიცი, ნებისმიერი კვლევა ნახონ, ნებისმიერი საძიებო სისტემა კითხონ, იქნება ეს ხელოვნური ინტელექტი თუ Google, ვის სურს რუსეთში ცხოვრება. ვერ იპოვით ადამიანს, რომელსაც რუსეთში ცხოვრება სურს, რადგან ეს არის დიქტატურა, ეს არის ადამიანების დაშინება, ეს არის ადამიანების დამცირება, სიღარიბეში ცხოვრება და ჩვენ ამაზე არ გვიოცნებია. ომის თემით მანიპულირებენ განსაკუთრებით, ხო, ომის თემით და ძალიან კარგად მუშაობს სამწუხაროდ, ძალიან ბევრ რაღაცა მასის გარკვეულ ომის თემა ვის როგორ ესმის ომი, ხო, ამაზე უფრო დიდი ომი მე მგონი ჩვენ არ გადაგვიტანია. რაც დამოუკიდებელია საქართველო, მე არ მახსოვს რომ ასეთ დიდ და ზიზღით სავსე ბრძოლაში ვყოფილიყავით. რასაკვირველია, არც დიდი დემოკრატიული მართლობა არ გამოგვიცდია ჯერჯერობით სამწუხაროდ. სრული დემოკრატიული მართლობა, მაგრამ მე არ მახსოვს ასეთი მტრული და აბსოლუტურად ავტორიტარულ კანონებზე დამყარებული მართლობა და დაუნდობლობა, რაც აი შეუძლებელი რამეა, ხო? აი მანდატურების ქცევას რო დავუბრუნდეთ, გავეშებული, სრულიად გაველურებული, ბოდიშთა ტერმინებს რო ვიყენებ, მაგრამ დაასდევენ მოსახლეობას, ადამიანებს, რომლებსაც უბრალოდ სურთ, რომ მივიდნენ სასამართლოს ხდომებზე და თავისი ყურით მოისმინონ ის რეალობა, რის წინაშეც აღმოჩნდით ძალიან სწრაფად. და ცალკე ამბავია კიდე ეს შეურაცხყოფაზე, ასე ვთქვათ, პასუხისმგებლობა სოციალურ ქსელში და უკვე არაერთი ადამიანის მიმართ ვიხილეთ. არ ვიცით ვინ რას ჩათვლის ამ შეურაცხყოფად და ნებისმიერ პოსტზე, ასე ვთქვათ, უნდა ვიფიქროთ, რომ შეიძლება ჩვენს მიმართაც დაიწყოს დევნა. ეს კიდევ ცალკე თემა. არ გამოვრიცხავ, თქვენ იცით, რომ აქტივისტების მიმართ, ნებისმიერი ადამიანის მიმართ, ვინც პროტესტშია ჩართული, არ არის მაინც და მაინც აუცილებელი, რომ აქტივისტი გერქვას, მაგრამ ერთხელაც თუ კი რამე საწინააღმდეგო დაგიფიქსირებია იმ ნარატივის წინააღმდეგ, რასაც ქართული ოცნება ავრცელებს მასიურად, უკვე ხარ სამიზნე და სამარცხვინოა ის, რომ რესურსი, რომელიც წესით უნდა იხარჯებოდეს სკოლების გამართვაზე, სოციალურად დაუცველი ადამიანების დასაქმებაზე და უამრავ პრობლემაზე, რის წინაშეც ვდგავართ მთელი ერი, იხარჯება ტროლბოტების ხელფასებში და Facebook პროფილების ქექვაში, რაც ისეთი სამარცხვინო და ისეთი წარმოუდგენელი რამეა, რომ არც მჯერა, რომ ვინმეს აი ასეთი საქმიანობა აქვს. იქნება ეს თქვათ, ჟურნალისტების Facebook-ის პროფილების ქექვა თუ სხვა ალბათ ჩვენიც, ჩემი და თქვენიც ლელა. ამიტომ კარგად უნდა დაფიქრდეს ყველა, ვინც მიყვება, ასე ვთქვათ, ქართული ოცნების მიერ შეთხზულ ნარატივს, დასვან შეკითხვები. კი ბატონო, მათ შეუძლიათ ჩვენც არ დაგვიჯერონ, მაგრამ უბრალოდ მე ვთხოვდი ყველას, რომ გადაამოწმონ ინფორმაცია სხვადასხვა წყაროებში. გადართონ, უყურებენ მხოლოდ ერთ არხს, გადართონ სხვადასხვა არხზე, მოიძიონ სხვადასხვა ინტერნეტ ონლაინ საშუალებები. ამის საშუალება, რომ იყოს მრავალფეროვანი მედია და გქონდეთ გადართვის საშუალება.
სხვადასხვა ვებგვერდებზე და ელემენტარულად აი თვითონ შევიდნენ სახელმწიფო სტრუქტურების ვებგვერდებზე და სტატისტიკები ნახონ, უმუშევრობის სტატისტიკა ნახონ, ინფლაციის სტატისტიკა ნახონ, სოციალურად დაუცველი ადამიანების მზარდი რიცხვი ნახონ და თვითონ მიხვდებიან, ირგვლივ რომ მიმოიხედო უკვე საკმარისია, ხო? მიხვდე რომ ეს ხელისუფლება საერთოდ არ ზრუნავს არც ინფრასტრუქტურის განვითარებაზე და არც იმაზე რომ საქართველო გახდეს განვითარებული, წარმატებული, დემოკრატიული და გამჭვირვალე მმართველობის ქვეყანა. დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის. მორეტა ბობოხიძის გამძლეობას გისურვებთ, მხნეობას გისურვებთ და არ დავნებდეთ, ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ, ჯერა რომ გავიმარჯვებთ. უღრმესი მადლობა თქვენ. მორეტა ბობოხიძე იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი, მე გემშვიდობებით, დროებით.